მეოთხე ჯერაც გათამაშებთ ამ თამაშს, იმიტომ რომ მაგრა დაგეოსეთ ашკარად, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ 100.000-მდე პირველად ვარ ესე ახლოს ცხოვრებაში. ავდივარ მე ჩამოვდივარ. ამიყვენ 3,000 გამომწერი დარჩა და დღეს მე და ფლაფი გათამაშებთ, შეეცადე არ დაამთხვიოს. ესე იგი, პირველი კითხვა. ხუთივეს თუ ისე გახვალთ, რომ არ დაამთხვიოს არც პასუხს, ჩემ პასუხს მოიგებთ. ხო გასულ? მარტივი წესრები არის. პირველი კითხვა. ნებისმიერი ქალაქი საქართველოში თბილისის გარდა თქვით. ნებისმიერი ქალაქი ოღონდ. თბილისის გარდა საქართველოს ნებისმიერი ქალაქი. თქვით უკვე ხმამაღლობთ, და არ შეცვალოთ იცოდეთ. 3, 2, 1, ქუთაისი. ქუთაისი თქვით ვინმე გავარდით, შო აზრი არ გავიძალოთ. დაწერეთ კომენტარებში, რომ ქუთაისი თქვით და გავარდით. მეორე კითხვა. საქართველოში ბენზინ-გასამართი სადგურების ქსელური ოღონდ 1 ცალი და 2 ცალი რო არ არის. რო არის ეგეთი არა. ბენზინ-გასამართი სადგური საქართველოში. ერთ-ერთი ბრენდი ბენზინის. ჩაიფიქრეთ? წესით უკვე ჩაიფიქრეთ, თუ რა გქონდათ? 3, 2, 1, ვისოლი. ჩემრალი არ არის, ვისოლი ჩაიფიქრეთ. მესამე კითხვა ეგრევე უცბად თქვნათ. თბილისში უბანი. უბანი თბილისში ოღონდ. თბილისის ერთ-ერთი უბანი. ტარა-ქუჩა, უბანი. სწორად გამიგეთ? 3, 2, ჩაიფიქრე? ჩაიფიქრე, შენ ჩაიფიქრე. შო. ნახალოკა. ჩემი ცოლის უბანი. იმედია ყველა მას ჩაიფიქრეთ და ყველა არ გავარდით. ვიღაცების სოციალური ექტებით ორი კითხვა დარჩა და ორივე თუ გაგზავნით, მოიგეთ. წყალი, მინერალური წყალი ოღონდ. ხო ის მინერალური გაზიანი რო არის, ქართული ოღონდ. ქართული მინერალური წყლის ბრენდი. ბევრი არის. ნუ არც ძალიან მეორე პრინციპში, მაგრამ არის მაინც. ჩაიფიქრეთ? ისეთი ჩაიფიქრეთ, რომ ჩემსაც არ დაემთხვეს. არ დაემთხვეს. ჩაიფიქრეთ? 3, 2, 1, ბორჯომი. გეგონათ რომ ბორჯომს არ ვიტყოდი, ხო? და ბორჯომი თქვით. ხან ისე ვიზო, ხან ესე. ვერც ვერ იზოლოთ. და მეხუთე კითხვა თავარი და ცოტა გავარცხულეთ ახლა, იმიტომ რომ ბევრი ვარიანტი არ გაქვთ. საქართველოს მეზობელი, მოსაზღვრე ქვეყანა. მოსაზღვრე. საზღვარი რასთან აქვს საქართველოს? ჩაიფიქრეთ? ჩაიფიქრეთ. Всё, აღარ შეცვალოთ, რაც ეხლა თქვით ეგ გაქვთ. 3, 2, 1, აზერბაიჯანი. პაკა. დაწერეთ, რაზე გამოვარდით, დაწერეთ თუ მოიგეთ. ამშვიდობეთ ფლაფის. თუ გამომიწერეთ 100.000 ამიყვანეთ ხვალამდე